ფესტივალ ღამის სერენადების ფარგლებში კავშირმშობელთა ხიდის ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართა. მასში მონაწილეობას 30-მდე შშმ პირმა მიიღო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი საქართველოს კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით მხატვარ დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა. უკვე მე-6 წელიწადია ფესტივალ ღამის სერენადების ფარგლებში ვატარებთ მასტერკლასებს და ვორქშოპებს ამ საოცარი ბავშვებისთვის. ყოველთვის ძალიან დიდი სიხარულია მათთან შეხვედრა. ხოლო ღამის სერენადების ერთგულმსვენელს მინდა გავახსენომ, რომ 9 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება კონცერტი მაესტრა ბეატრიჩე ვენეცი და ვერიკო ჭუმბურიძე ბრამსის სავიოლინო კონცერტით და 11 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში პირველად საქართველოში დასი იტალიიდან რომა ბალეტი მარიო სტეფანო პეტროდარკისთან ერთად წარმოგვიდგენთ მსოფლიოში განხმაურებულ პროექტს ასტორი. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ბავშვებთან ურთიერთობით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ენერგიით მავსებენ მე და ასევე იმედი მაქვს, რომ თვითონაც იღებენ მაქსიმალურს. ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვებს გავაკეთებინოთ ისეთი რაღაცა, რაც ხელით იქნება, თითებით იქნება გასაკეთებელი, რომ ეს პატარა მოტორიკას, მცირე ზომის მოტორიკას აუმჯობესებს და უფრო მეტ ხალის ძეს ბავშვებს ყოველთვის უხარიათ, აი ბედნიერები არიან. მეც რა გავიგებ ხოლმე, რომ ნინა გეგმავს აი ამ ვორქშოპს, მართლა ძალიან დიდი სიხარულით მოვდივარ.